კაცებმა ხანდახან იტირეთ ხალხო. დარწმუნებული ვართ 95% ალბათობით, რომ შუაგზაში ლომი არ დაგხვდება. ჩემი დანიშნულება არის სტრესი დაგანახოთ სხვანაირად, როგორც სასარგებლო რესურსი ადამიანის ცხოვრებაში. ჯერ უნდა გაიგო რა ხდება და მერე უნდა გაიგო რამდენად ცუდია იქ ყველაფერი. იქნება საერთოდ არ არის ცუდი, უბრალოდ ჩანს ეგრე. სოციალურად მიღებულ ფორმებში გადატანა. ყოველთვის ყველაფერი უფრო კარგად არის, ვიდრე იქნებოდა მე რომ მეთქვა რომ ყველაფერი კარგად არ იქნება. გარეწარი ხარ თუ შენ ბედნიერი ხარ? ესე იგი კაი კაცი არ ყოფილიყარ ხარ. მაინტერესებს უშუალოდ სტრესი რა არის და რატომ არის დღევანდელობაში ადამიანებში ესე მოზღოვებული სტრესის შეგრძნება და ასე შემდეგ. პერკში მადლობა მოწვევისთვის. არ დავისტრესოთ საუბრის დროს. სანამ სტრესის მიზეზებზე ვილაპარაკებთ და რა გვსტრესავს, საჭიროა პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ სტრესი რა არის, სწორია. საერთოდ ბიოლოგიით და ტერმინებით არ დაგხლით, მაგრამ რაც საჭიროა ის უნდა ითქვას. სტრესი ესეთი ზოგადი განმარტებით არის რეაქცია სტრესორზე. ასე მარტივად. ანუ გაქვს სტრესორი და რა რეაქციაც შენ ორგანიზმს აქვს ამ სტრესორზე, ეგ არის სტრესი. სტრესი არსებობს კარგი და ცუდი, როგორც წესი, ცუდ სტრესს ვეძახით ხოლმე დისტრესს, ნორმალურ სტრესს. მაგრამ საინტერესო არის, რომ 1950 წლამდე სტრესი როგორი გაგებითად ჩვენ დღეს გვესმის, ესე არ იყო. ერთ-ერთი ექიმი იყო სელია, რომელმაც დაარქვა მაგ დროს ამ სტრესს, რომ მანამდე ინჟინერიაში გამოიყენებოდა ეგ ტერმინი და საერთოდ არაფერი საერთო არ ქონდა, როგორც ჩვენ გვესმის დღეს სტრესი. და თქვა, რომ არსებობს კარგი და ცუდი სტრესი. მაგალითად, დადებითი სტრესი, აი ქორწილისთვის ემზადები, ან დაბადების დღეს გეგმავ და ესეც სტრესია, შენი ორგანიზმი რეაგირებს. ცუდი სტრესია, ხა ახლობელი გარდაგეცვალა, სამსახური დაკარგე და ასე შემდეგ, ეგ არის დისტრესს ვეძახით ხოლმე. სტრესი ცხადი არის განსხვავდება ინტენსივობის მიხედვით, დროში რამდენად გაწელილია, რა პერიოდს დაემთხვა სტრესი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რამდენი სტრესი დაემთხვა ერთმანეთს და ასე შემდეგ. მაგრამ პატარა ბიოლოგიური გადახვევაც რო გავაკეთოთ, ჩემი მისია დღეს პრინციპში არის სხვანაირად გაჩვენოთ სტრესი. სტრესი რო ცუდია, მოქმედებს ჯანმრთელობაზე უარყოფითად, სისხლძარღვთა სისტემით დაწყებული, იმუნური სისტემით დამთავრებული ყველაფრისთვის ცუდი როა, მაგ ჰორორებს არ მოგიყვებით. ჩემი დანიშნულება არის სტრესი დაგანახოთ სხვანაირად, როგორც სასარგებლო რესურსი ადამიანის ცხოვრებაში. სტრესი არის საჭირო მოვლენა. რა დროს ისტრესები მაგალითად თუ დააკვირდი შენ თავს? მე რა დროს ვისტრესები, იდეაში ძალიან ისეთი მომენტი არის. ეხლა სიმართლე რო გითხრა, ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ რამოდენიმე წლის წინ ზედმეტად პედანტობის და ზედმეტად ეს საქმის იდეალურად გაკეთების სტრესები ხშირად რომ მქონდა, ბოლო ალბათ 4 წელია რომ მუშაობ საკუთარ თავზე, ეგ სტრესები თითქმის გამიქრა. ამიტომ ძალიან იშვიათად რომ რაღაცაზე დავისტრესო, აი როგორც გითხარი, რადგანაც ვარ ორიენტირებული სტრესის სტრესის ჰორმონის დაგდებით, შედეგის მიღწევამდე დარბაზში, პირველ რიგში ჩემ თავზე მაქვს დატესტილი. და როცა მე მაგალითად ვარჯიშობ, მარტივად რო თქვა და ვიცი რომ უნდა მოვიმატო ან დავიკლო, სამყაროც რო დაიქცეს, გიორგის კარგად ძინავს, გიორგი 4 საათზე ჭამს და ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა ეხლა 6 თვის განმავლობაში რო არ მივარჯიშია, რო ვიცი რომ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვარ, არის ხოლმე რაღაც სტრესები, მაგალითად სწორ დროს ჩაწერა ვერ მოვასწარი, ან ედიტში რაღაც გამეპარა და იმ დღეს ისეთი წვრილმანი გამეპარა, რომ თავიდან მომიწია იმ 4 საათის ნაშრომის თუ 3 საათის ნაშრომის დაწყება რა. ეგ რა თქმა უნდა გამაღიზიანებელი. აი ესეთი წვრილმანები უფრო მაღიზიანებს ეხლა. ანახე სწორად მაგიტო დაგისვე კითხვა, რომ გსტრესავს რა? საკუთარი თავის მიმართ მოლოდინი, იმის რომ მაგალითად გიორგიმ უნდა დაიკლოს წონაში, ან მოიმატოს, ან რაღაცას მიაღწიოს, ან რაღაცა ივენთი, თქვა და ეხლა სპორტულ სამყაროში, აი ბოდიბილდერი ხარ და იცი რომ 2 თვის მერე გაქვს რაღაცა ივენთი, შეჯიბრი, რომელშიც რაღაცა პიკ ფორმას უნდა მიაღწიო და რაღაცამდე უნდა მიხვიდე. ეგ ხო არის სტრესორი. ისტრესები, რომ რაღაც დედლაინი გაქვს, იცი რა? მაგრამ ცუდი სტრესორი ხო არ არის ერთი შეხედვით. იმიტომ რომ мотиваციას გიმაღლებს, რაღაცა გეგმა გაქვს, აი რო თქვი, რომ ვიცი, რომ აი რაღაცა უნდა გავაკეთო, ქვეყანა რომ დაიქცეს. მე კარგად ვარ. ხო.
და საკმარისი мотиваციის დონე გაქვს, საკმარისად მობილიზებული ხარ, რესურსი გაქვს. ესე იგი სტრესი მაინც ამან ცუდი რაღაცა არ ყოფილა, მაგრამ აღიძრება იმ მომენტში, როცა საკუთარი თავის მიმართ მოლოდინებს გინდა რომ შეესაბამებოდეს სოციუმი რა მოლოდინებს გიწესებს, ავით სამსახურში შენგან ასაულებიან, მაგის მიხედვით. მაგრამ ბუნებრივად მაგალითად რატო არ ევოლუციური მომენტიც არის მან რატო ვისტრესებით. ხა წარმოგიდგენია საერთოდ რო არ ვისტრესებოდეთ და არ გვეშინოდეს აქამდე სავარაუდოდ როგორც ადამიანები ვერ მოვახწევდით. შიში არის კარგი რაღაცა, შიშიც აქვე. იმიტომ ხა ქუჩაში რო ხედავ მაგალითად ლომს, რაც მოლოდნელი არის, უნდა შეგეშინდეს და უნდა გაიქცეთ, თორე ვერ გადარჩები. ან ბუნებრივი მომენტი. ფობია სხვა რაღაცა არარაციონალური შიშია. უნდა გეშინოდეს. რაღაც საპასუხისმგებლო მომენტი რო გაქვს, უნდა დაისტრესო. ანუ სტრესი ბიოლოგიურად გაძლევს იმის რესურსს, რომ უკეთესი შედეგი, პერფორმანსი გქონდეს რაღაც მომენტში. სტრესის დროს რა ხდება ახლა? პატარა დიდად არ შეგაწყენ თავს. ჰიპოთალამუსი არის ეგეთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენ ტვინში, ბევრ რაღაცაზე პასუხისმგებელი. როცა ჰიპოთალამუსი გრძნობს, რომ რაღაცა დაისტრესები, მაგალითად საშიშ სიტუაციაში ხარ და ასე შემდეგ, მაგის საჭიროება გაიგე, ნუ გაექცე ლომს მაგალითად, ხო? მზაობას გამოხატავს რით? შენი ჰორმონები გამოგეყოფა მაგალითად ადრენალინი, ნორეპინეფრინი, ადრენალინი და იგივე. ჰორმონები გამოგეყოფა, რაც შენ ორგანიზმს ეუბნება, რომ ეხლა გვაქვს საშიშროება, იქნება ეს მენტალური, ფიზიკური თუ წარმოსახული. ანუ ჩვენი ტვინი მაგალითად წარმოსახულ საშიშროებაზეც იგივენაირად რეაგირებს. შეიძლება საერთოდ არაფერი არ ხდებოდეს, მაგრამ მე თუ წარმოვიდგინე რაღაცა, იგივენაირად ემზადება ჩემი ორგანიზმი, არის საჭირო ლომი დავინახო, შეიძლება წარმოვიდგინო, რომ აი კუთხის უკან ლომია და მორჩა. ემზადება ჩემი ორგანიზმი, კუნთი მეჭიმება მაგალითად, სისხლის მიმოქცევა ძლიერდება, კარგად იწოვს ჩემი სისხლი უფრო გლუკოზას და სწრაფად, იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი ემზადება, არ უნდა ვიბრძოლო, არ უნდა გავიქცა და ორივეს რესურსი ჭირდება. ამიტომ ორგანიზმი ეხმარება გადავრჩე იმ მომენტში. ეხლა მაგალითად ლომი რომ მოგდევს სიტყვაზე რაღაცა მუხლი გტკივა და სირბილი არ შეგიძლია. ხა ლომი რომ გამოგეკიდოს ხო არ იფიქრებ რომ მუხლი მტკივა და ვერ გავიქცევი მაწუხებს, უნდა გაიქცე. და ზუსტად ეს ჰორმონის ბალანსი რაც სისხლში გაქვს სტრესის მერე ტვინი და ჰორმონალური სისტემა უზრუნველყოფს, გაიძულებს იმას, რომ იმ მუხლზე აღარ იფიქრო, აღარ შეგაწუხოს იმ მომენტში, უნდა გაიქცე. ანუ რაღაცა ქსოვილის აღდგენა არ არის პრიორიტეტი რომ გადარჩე. მაგიტომ მიყვარს ტვინი მაგ დონეზე, იმიტომ რომ ტვინი სვამობ ხოლმე, რომ აი ბედნიერების თემა ახსენე და მე დაუბრუნდებით ალბათ. შენი ტვინის ფუნქცია არ არის რომ იყო ბედნიერი, სამწუხაროდ საბედნიეროდ. შენი ტვინის ფუნქცია არის შენი მთელი ორგანიზმის რომ გადარჩე. ცოცხალი უნდა იყო და მე უკვე მეორე პრიორიტეტი არის იყო ბედნიერი, როგორ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ შენი ტვინი პირველ რიგში მომართულია იმისკენ რომ უნდა გადარჩე. და ძალიან ჭკვიანი სისტემა არის. როგორც არის აწყობილი, ძალიან დეტალებში აღარ ჩავალ, მაგრამ ძალიან ჭკვიანი სისტემაა ტვინის და ორგანიზმის, რაც გვეხმარება იმაში რომ გადავრჩეთ. ეს არის სტრესი. პირველ რიგში მადლობა, რომ ეგეთი გადმოსახედით დაიწყე საუბარი, იმიტომ რომ იდეაში მე ეგ უფრო მაინტერესებდა. ეხა კადრს გარეთ რომ საუბრობდით, მაგაზე არ გვაგვიხილავს, როგორ განვიხილავდით სტრესს და ძალიან კარგია რომ მაგზით მივდივართ, იმიტომ რომ იდეაში ორიენტირებული მაინც უფრო ჯანმრთელობაზე ვარ ამ პოდკასტში რა. და ნუ ჯანმრთელობაზე როგორც აღვნიშნეთ უკვე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და სტრესი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც არის რაღაც მომენტში, თუმცა როგორც პირველ კითხვაში ვთქვი, დღევანდელ სამყაროში დარწმუნებული ვართ 95% ალბათობით რომ შუაგზაში ლომი არ დაგხვდება და დღევანდელი სამყარო ისე არის ადამიანისთვის კომფორტით მოწყობილი რომ არც კუთხეში არ იქნება ეგ ლომი რა. მაგრამ ეს სტრეს ფაქტორები დღითი დღე უფრო იზრდება და აი მე უფრო იმქიდან გამომდინარე შემიძლია ეს დავასკვნა რომ ჩემი მოსწავლეები ვინც მოდიან მაგალითად 5-6 წლის წინ თუ ადამიანი უბრალოდ იმის გამო იყო წონაში მომატეული ან დაკლებული რომ ან საკმარისად არ იკვებებოდა ან დარღვეული ქონდა ჰორმონები ისიც რაღაც პირადი თუ გენეტიკური სხვადასხვა მიზეზების გამო ეხლა ძალიან ბევრი ადამიანია ვინც ამბობს რომ აი სულ მუშაობ თითქმის არ ვისვენებ ერთი დღე მაქვს დასვენება და იმ 6 დღის გასაკეთებლებს რაც ოჯახში მქონდა ვაკეთებ ამის გამო და ამის გამო ჭამას ვერ ვასწრებ ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმ დღეს იყო მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითი რო ვთქვათ მოსწავლე რომელსაც მომატება უნდა სტანდარტული რამე განსხვავებული არაფერი 2300-დან 2500 კალორიას იღებს რომელსაც მე მაგალითად ნორმალურად
ვიღებ დღის განმავლობაში მომატების გარეშე, მეუბნება რომ ვიცი რა 12 საათი მუშაობდი და აი საჭმელად არ მეცალა. 12 საათი როგორც არ უნდა დავჯდე მე, აა ორჯერ ან სამჯერ რო არ მივირთო საჭმელი, ვერ ვიმუშავებ კი არა, უბრალოდ ლაპარაკის უნარი არ მექნება. 5 საათის მერე უკვე თავის ტკივილი მეწყება რა და იმდენად არის მისი სხეული გადარჩენას შეჩვეული და ასე შემდეგ, რომ ფიზიკურად არაფერი არ იცვლებოდა და თან ვარჯიშობდა, ვარჯიში დაემატა, ორი თვე ვარჯიშობდა. საკვებს დღეში ერთხელ იღებდა და წონა მაინც არ იცვლებოდა. იმდენად სტრესში იყო და არეული მისი ორგანიზმი რა. მე იდეაში მაინტერესებს არა მხოლოდ სტრესი, არამედ აი ჯანმრთელობაზე მოქმედი ის ყველა ფაქტორი, რაც დღესდღეობით ადამიანებს აიძულებს, რომ სტრესზეც კი აღარ იფიქრონ, ანუ თითქოს ყოველდღიურობა არის. მათთვის სტრესი არის როგორ რაღაცა, იცი, აი ხა რო უყურებ ადამიანების უმრავლესობას, რომ არის, ანუ მიიღეს უკვე, რომ აი ყოველდღე დასტრესილი ვარ და რა რჩევა შეიძლება გაიცეს ადამიანისთვის, რომ ეგ ყველაფერი ყოველდღიურობიდან რაც შეიძლება ამოშალოს, ან რა არის ის ფაქტორები, რომლებიც დისტრესს მაქსიმალურად აარიდებს თავს. აი მოგახსენე წონის კლება და კორტიზოლი გეცოდინება, ეგეთი სტრესის ჰორმონი გვაქვს და კორტიზოლი არის ცუდი ტიპიც და კაი ტიპიც. და ეხლა რატო? კორტიზოლის მაღალი დონე სისხლში, როგორც გითხარი, აუმჯობესებს შენ performance. როგორ იქცევი და რამდენად კარგად ასრულებ საქმეს. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში კორტიზოლი ქვემოთ თუ არ ჩამოდის, ხარაც მომეч ნორმალურ ფუნქციონირების დროს უნდა ჩაერთოს ჰომეოსტაზი, სიცხის დროსაც იგივე ხდება, ხო? და რაღაც მომენტში უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ კორტიზოლის. ეხლა ეგ კვლევით რაც ვიცით, რომ კორტიზოლი დიდი ხანი თუ სისხლში გაქვს მომეტებული, ტვინის უჯედებს გიზიანებს. არ შეიძლება. ეგ უკვე პრობლემური საკითხი არის. თუმცა პატარა დოზით და რაღაც მოკლევადიან პერიოდში კარგია, იმიტომ რომ ფუნქციონირებას აუმჯობესებს რაღაც მომენტებში. ამიტომ ქრონიკული რაც თქვი, ეხლა ერთი ძალიან საინტერესო კვლევა მოგიყვათ, რაც მეც ეხლა სადიპლომო ნაშრომის დროს რაღაცებს რო ვკითხულობდი, იქ აღმოაჩინა და მეც ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი მაგ ინფორმაციით, რომ ის ამბავი, როგორ აღიქვამთ ადამიანები ზოგადად სტრესს, წარმატებას, ბედნიერებას, უფრო დიდი გავლენა აქვს იმაზე, შენ ორგანიზმში რა ხდება და შენ ფსიქიკაში რა ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, ძალიან დიდი კვლევა იყო ჩატარებული სტრესის დონესთან დაკავშირებით. 19 წელს ამერიკაში ტარდება ხოლმე ეგეთი კვლევები, მეტი პოპულაცია აქვს და დიდი ნაწილი კვლევების იქიდან მოდის ხოლმე, იმაც რეპრეზენტატიული კვლევაა, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ სტრესი კლავს და ეშინიათ, ბევრად მაღალი პროცენტი აქვთ სიკვდილიანობის, ვიდრე იმ ადამიანების, ვისაც აუხსნეს, რომ სტრესმა შეიძლება არ მოგკლას. ანუ სტრესზე სტრესი უფრო მკვლელია, ვიდრე თვითონ სტრესი დაძაბულობა. ანუ მე თუ სტრესი აღვიქვი როგორც რაღაცა, რაც მკლავს და ყველა სტრესის დროს იმაზე ვიფიქრე, რა ეხლა მე სიცოცხლის ხანგრძლივობა მიმსირდება და აქ სისხლსარღვებში რა ხდება და რა ჰორმონები მაქვს, ეგ უფრო მკლავს, ვიდრე რეალური სტრესი. და რატო არის ფსიქოგანათლება მნიშვნელოვანი და კარგია რომ ამ თემებზე ვლაპარაკობთ, რომ თუ სწორი ინფორმაცია გექნება, სხვანაირად შეხედავ საკითხს და ამ ყოველდღიურ სტრესსაც დაინახავ სხვანაირად, შენი ჯანმრთელობის პრობლემები ბევრად მცირდება. ხა მე მაგითაც საბაკალავრო ნაშრომს წერ ნებისყოფაზე და თვითშეფასებაზე და იქაც მასე იყო. ჩვენ ესე ვართ შეჩვეული, რომ ნებისყოფა არის სასრული რესურსი კოგნიტურად. ანუ არ შეგიძლია იყო ფოკუსირება რაღაცაზე დაუსრულებლად. რაღაც მომენტში ეგ რესურსი გეწურება. და ეგეთი კვლევა იყო კიდე რომ ადამიანები ვისაც უთხრეს, რომ კი, შენი ნებისყოფა არის სასრული. და მე დაავალეს ლაბორატორიაში რაღაცა საქმის გაკეთება, რომელიც ნებისყოფას მოითხოვს. ამ ხალხს თუ ჯერა რომ რაღაც მომენტში ეს გეფიტება, ბევრად ადრე ანებებდნენ თავს. იმიტომ რომ უთხრეს, რომ რაღაც მომენტის მერე გეფიტება და ნორმალურია თუ გაჩერდები. ადამიანები ვისაც უთხრეს, რომ რეალურად შენი ნებისყოფა არის შეუზღუდავი რესურსი და რამდენიც დაგჭირდება იმდენი გაქვს, პლუს იქ რეზერვი გაქვს, რომელიც შავი დღისთვის არის გადანახული. ეგ ხალხი იგივე დავალებებს ასრულებდა უფრო ხანგრძლივად. ანუ შენ თავს რას აჯერებ? როგორი უცნაური და მისტიური უნდა იყოს? ბევრად მეტი გავლენა აქვს იმაზე, რაც ხანდახან ფიზიოლოგიურად შენში ხდება. ამიტომ ეს ყოველდღიური სტრესორები, რაც თქვი, შეჩვეულია ხალხი რეალურად. შეჩვეული არის კი, მაგრამ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა რაღაცები გვსტრესავს.
იგივე ხა 2000-იანების დროს გამოკითხვა იყო, ყველაზე მეტად რა სტრესავს ხალხს ეგეც ამერიკაში და ხა იწყებოდა იქ ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, განქორწინება, რაღაც ძალადობრივი მომენტები და მთავრდებოდა ერთი შეხედვის სასაცილო ამბავი. და აი ფინალურების კვირა მაქვს. სკოლაში მყავს ისეთი მასწავლებელი, რომელიც არ მომწონს. აი დედაჩემმა რაღაცზე შენიშვნა მომცა. ერთ შეხედვით სასაცილო იმამდე ჩამოდის, მაგრამ ამ ხალხს სტრესავს. მნიშვნელობა არ აქვს, შენ როგორც აღიქვამ სუბიექტურად იმის მიხედვით ზიანდები უხეშად რომ ვთქვათ. ანუ ყოველს თავისი აღქმა აქვს სტრესის და ყოველს სხვადასხვანაირად დაზიანებს. ამიტომ ეს ყოველდღიური მომენტები მაგალითად, რაც შენთვის შეიძლება სენსიტიური იყოს და შენთვის იყოს სტრესი, შენთვის შეიძლება ეგ სტრესული არ იყოს ეგ რუტინა მაგალითად. იმიტომ რომ მე სხვა აღქმა და პერცეფცია მაქვს მაგ რუტინის სიტყვაზე. მაგრამ ეხლა როგორც თქვი, ჩემი დანიშნულება არის დაგამეგობროთ სტრესთან. თუ სტრესს დაინახავ ისე როგორც შენი პროდუქტიულობის მეგობარი რაღაც მომენტში, აი ძალიან კარგი. მაგრამ აი რა თქვი, როგორ დავაღწევ თავის სტრესს? რაღაც სტრესს თავი არ უნდა დააღწიო, როგორც თქვით. რაღაც სტრესი სასარგებლოა და უნდა იყოს. მაგალითად, ხა 12 საათზე რო გაქვს რაღაც საქმე, ისტრესები, იმიტომ რომ 12-ზე უნდა იყო იქ და მიდიხარ 12-ზე. თუ ახლა მე შევხედარ, ნუ ახლა როცა მინდა მივალ და არ დავისტრესე, სავარაუდოდ მოვალ 5 საათზე. იმიტომ რომ არ არის სტრესორი არ მაქვს. მაგრამ ეს ყოველდღიური სტრესის შემცირება, ჩემი აზრით, პირადი ჩემი დამოკიდებულება არის საკუთარი თავის მიმართ გამოხატული სიყვარულის ერთ-ერთი ფორმა. შევიყვარო საკუთარი თავი, ყველგან ვლაპარაკობენ მაგაზე. და ამ სტრესორების შემცირება, რაც უნდა შემცირდეს, პრინციპში არის საკუთარი თავის მიმართ გამოხატული ძალიან საინტერესო ფორმა ზრუნვისა. მაგალითად, მე თუ ვიცი რაღაც დედლაინი მაქვს ორშაბათს და ვიცი რომ რაღაცა დღეში 2 საათი თუ ვიმუშავებ ორშაბათამდე ნორმალურად მშვიდად მაგ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ არ ვაკეთებ მაგას. აი გავერთე ტელევიზორს უყურე, გარეთ წავედი, არ ვიცი, მეგობრები ვნახე და კვირა საღამოს რომ ახლა ყოველს ქონია ეგ მომენტი, რომ აი გამოწდის წინ არ ვიცი რაც მნიშვნელოვანია, წინა საღამოს რო გახსენდება და წინა საღამოს რო ვაკეთებ ყველა. ანუ სანამ კარგად არ მიისტრესები, სანამ ორგანიზმში არ დაგეწყება ეს ჰორმონების მისვლა-მოსვლა, იქამდე არ გაქვს საკმარის ახლა სოციალურ ხუმრობ ხოლმე მაგაზე, რომ როგორც იქნა მივედი სტრესის საკმარის დონემდე, რომ აი ხა დაუჯდე და 5 და 10 საათი გავაკეთო ის, რაც საჭიროა. ეხლა ეგეთ სტრესს არიდება თუ შეგვიძლია ყოველდღიურად უკეთესი დაგეგმარებით, იმიტომ რომ ეხლა სტრესი მაინც ყოველდღე არ არის კაი ამბავი, როგორც თქვით, როგორც არ უნდა დავიმეგობროთ. თუ მაგის გაკეთება შემიძლია დავაორგანიზო ისე, რომ მე კვირის ბოლოს აღარ დავისტრესო, ძალიან კაი. კიდე საინტერესო ამბავი, რომ ხალხი ვინც მუშაობს რუტინულ სამსახურში განსაკუთრებით. ეგეც სტატისტიკაა, რომ იშემიური ინსულტები და გულთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე ხშირად ფიქსირდება ორშაბათს. ანუ შაბათ კვირას დასვენების მერე რო იწყებ ფიქსო, აი ხა ორშაბათს დავუბრუნდე ოფისში და ეგ იმდანაც სტრესავს, რომ ორშაბათს მიმართვიანობა მაგ პრობლემით კლინიკებში არის ბევრად მაღალი. ხა რატომ იცოდეს ორშაბათს? თორე ისვენებდი 2 დღე და ეხლა ისევ თავიდან უნდა დაბრუნდე და წინას არის სტრესები, რომ აუ სადაცილოა ხა კაცებს გიყვართ ხოლმე ფეხბურთის ყურება, სპორტის და გულშემატკივრობა და ცოტა არარაციონალურად ისინი ხართ ხოლმე მაგ დროს ემოციურები. ხო არის ეგრე. გააჩნია მე არ მიყვარს ექსპორტ, მაგრამ UFC-ზე კი. ხო, აი რა მშობა რაღაცა ხო არის სპორტული მიმდინარეობა, რასაც დიდი იმით უყურებ, რა ქვია, ინტერესით და ემოციებით და ეგეც საინტერესოა, ამერიკაში Super Bowl რო ტარდება ხოლმე, როცა ერთი ქალაქი აგებს, ერთი ქალაქის გუნდი აგებს, მომავალ 2 კვირაში საგრძნობლად იზრდება ისევ გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები იმ ქალაქში, რომელმაც წააგო. არის სტრესი, ხო არის ყოველდღიური სტრესი. არის სტრესი, მაგრამ ესე ხდება. გულშემატკივრობა. ხო, ამიტომ ეს უკეთესი დაგეგმარება თუ შეიძლება მაგალითად თვითკონტროლის გავარჯიშება, რაც ვარჯიშდება, აი მაგ თემას ვიკვლევ ახლა და შეიძლება მაგის გავარჯიშება, როგორც კულტურის სისტემის გავარჯიშება შეიძლება, რომ რაღაცა განმეორებების შემდეგ იძლიერდება და მეტის აწევა შეგიძლია, უფრო უკეთესი ფორმა გაქვს მაგალითად რაღაც ვარჯიშის გაკეთების, უბრალოდ იგივე ხდება თვითკონტროლის ამბავშიც და ნებისყოფის ამბავშიც და გავარჯიშებადი ამბავი არის. და თუ მაგაში რესურსი ჩაიდება საკმარისი, რომ მე ისე გავავარჯიშო ჩემ თვითკონტროლი, რომ ვიტყვი, რომ აი დღეში 2 საათი რაღაც უნდა გავაკეთო, მოდი გავაკეთო და კვირა საღამოს აღარ დაველოდო, ძალიან დიდი რაოდენობის სტრესს ვირიდებ თავიდან, რაც არ არის საჭირო მაგალითად. ეგ არის მექანიზმი და ყველას ურჩევთ მაგაში დროის რესურსის ჩადებას, როგორ ვისწავლოთ, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები და თვითკონტროლი როგორ გავიძლიეროთ. ანუ ეგ მაგას ძალიან დიდი შრომა ჭირდება.
ჭირდება. ანუ მე მაგალითად პირიქით, აი პედანტობის დროს ზედმეტად დიდი თვითონ კონტროლი მქონდა და ეხა ვიშრომე რომ ნაკლებად დიდი თვითკონტროლი მქონოდა, იმიტომ რომ ეგ ჩემთვის უფრო სტრესთან იყო დაკავშირებული. სხვათა შორის ვარჯიშსაც პოზიტიური სტრესი ქვია, იმიტომ რომ სტრესია კონთისთვის ხო. და მეორე არ დღეს არის კრეპატურა გვაქვს კომფორტული. ხოლმე კი. და არ არის კაი ამბავი. არ არის კომფორტული, თუმცა პოზიტიური სტრესია, იმიტომ რომ ბედნიერების ჰორმონები ასე თუ ისე მაგ დროს გამოიყოფა რა. და მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვეულებრივად დარბაზშიც ბევრი ვარჯიში სტრესია. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, არაერთს, მით უმეტეს ფიტნეს ინსტრუქტორებს, რომლებიც მუდმივად მომზადების პერიოდში არიან რა. აი მარტივი რეალობა რო ავიღოთ, შეიძლება ბევრისთვის ან უცნაური იყოს, მაგრამ ის სპორტსმენები, რომლების ფოტოებით ძალიან ხარისხიანი, ანუ ფიზიკურად გულისხმობ და 6 კუბიკით დადიან, მაგ ფოტოებს აი ძალიან მარტივი და ესეთი ცნობილი რეალობაა, უკვე რომ იღებენ 1 და 2 თვის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით, რომ მე 12 თვის განმავლობაში დაიდოს რა. თუმცა ადამიანები, რომლებიც ამას ხედავენ, თუნდაც ეხლა ეს პოდკასტი უნდა დაიდოს დაახლოებით თვენახევრის მერე. წინა პოდკასტი, რომელიც შევწერე დაახლოებით 1 თვის წინ, იქ საერთოდ არ მქონდა წერილობაში რა და ვიღაცისთვის შეიძლება ეს უცნაური იყოს, ესე ერთ კვირაში როგორ გაეზარდაო წერილობაში ან რაღაცა, მაგრამ იდეაში ეგ ყველაფერი სხვანაირად გადაეცემა და ზოგჯერა რა, მახსოვს დაახლოებით რამდენიმე თვის წინ ეგ რო ჩემ ძმას აუხსენი, რომ უბრალოდ ორ თვეში ხდებოდა ყველაფრის გადაღება და 12 თვეზე გადანაწილება, იმანაც კი ვერ დავუშვა, რომ ეგრე ხდებოდა, იმიტომ რომ სპორტსმენებიც კი, რომლებიც გამოდიან იქ და იმ ერთი დღისთვის მთელი წელი გგონია რომ იბრძვიან, მათი მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმუმ არის 4 თვე. იმიტომ რომ 90 დღიდან 120 დღის მეტი თუ ეგრე ივარჯიშებ, რაც არ უნდა სტეროიდები მიიღო, სტრესის ჰორმონი იმდანაც მაღალია, რომ მე პირიქით შედეგი მოდის დაბლა. ამიტომ არის 3 თვიდან 4 თვემდე მოსამზადებელი პერიოდი და იმის გარდა სულ არიან გასუქებული ღირპიანი ვიზები რა. ბალანსი, კი, ხედავ? ბალანსი არის მნიშვნელოვანი აუცილებლად. კი, მე დაჟე ერთ-ერთი სპორტსმენის ინტერვიუც მაქვს ნანახი, რომ გამოსვლის წინა ღამეს იღებდნენ ალკოჰოლს, იმიტომ რომ იმდენად დასტრესელები იყვნენ მაგ ყველაფრით, რომ მოდუნებაში ეხმარებოდა და უკეთესი პერფორმანსის დადებაში. არავის არ მოუწოდებ ალკოჰოლის მიღებისკენ, მაგრამ ხერხებიც არსებობს ალბათ, მაგრამ ხო. კი, არავის არ მოუწოდებ, უბრალოდ ესეთი ის არის რა. იმ დღესაც რო ვისაუბრეთ, მყავს მოსწავლე, რომელიც აი ყველაფრის კონტროლს მიჩვეულია და ეს პედანტურად მიყვება საქმეს და მე რო ვუთხარი რომ მე იტალიელი ბაბუის ცხოვრებით ეგ მინდა ცხოვრება რომ თუნდაც იქ ზის არაფერი არ აინტერესებს მეგობრებთან ერთად თამაშობს ზღვის პირას ირუჯება 70 წლის ასაკში და არის ბედნიერი ალბათობა იმისა, რომ ის მეტხანს იცოცხლებს, ბევრად მეტია, იმიტომ რომ ყოველდღიური სტრესი მისი არის ნორმალურ მინიმუმამდე დაყვანილი რა. მაგიტო არის მეც რომ ეს ბედნიერად 6 თვე დავდივარ ღიპით და არ მაწუხებს საერთოდ ეგ არაფერში რა. ამიტომ იდეაში ჩემი შემდეგი კითხვა უშუალოდ იმასთან დაკავშირებით იქნება ბედნიერებას როგორ უნდა შეხედოს ყველამ რა. შენ ახსენე, რომ ბედნიერებისკენ არ არის გონება მიდრეკილიო და სხვათა შორის სადღაც ეგ მეც ამოვიკითხე და ძალიან სასიამოვნო იყო ეგ რო გავიგე რამდენიმე წლის წინ. და სიმართლე რომ გითხრა, მაგაზეც შემიძლია ერთადერთი რის თქმა, რომ რაც უფრო გადმოვერთე ამ ლოგიკაზე, რომ მე მუდმივად მომზადებული არ უნდა ვიყო და პირველი 4 წელი სულ ცდილობდი, რომ 12 თვე ფორმაში ყოფილიყავი, ეხლა 6 თვე რო საერთოდ არ ვარჯიშობ, არაფერს არ ვაკეთებ და იმ წინა 6 თვის ნაშრომ, ნაჯაფს უბრალოდ ვირგებ და ესე როგორ თქვა რა, ვახუნებ, მარტივად რო ვთქვათ, 2 თვე ნახევარში მაქვს იმაზე 3-4 ჯერ უკეთესი შედეგი, შემიძლია რომ ეხლა დღეს რო პირობა დავდო 90 დღის თავზე დაახლოებით 12-15 კილო მოვიმატო. ძალიან თავისუფლად. როცა მაშინ ჩემი მაქსიმალური იყო 5 კილომდე ალბათ რა. იმიტომ რომ ეხლა მცირედ დიდაც წონაც დაწეულია და პლუს ჩემი სტრესი ყოველდღიური საერთოდ არ არის ისეთი მაღალი და არ ვფიქრობ რომ უეჭველად 15 უნდა მოვიმატო, მაგრამ ლაითად და გემრიელად მივდივარ რა. ეგ მაინტერესებს, როგორ უნდა შეხედოს ადამიანმა ბედნიერებას და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ის აღვიქვათ ან არ აღვიქვათ ყოველდღიურობის ნაწილად, იმიტომ რომ ხანდახან ბედნიერი ვერ იქნები. ხანდახან დღე არ მოგცემს იმის შესაძლებლობას, თუნდაც იმის გამო რომ ორშაბათია და დილის 10 საათზე უნდა იყო მაგალითად საბურთალოზე და საცობი არის ძალიან დიდი, მეტროში რო ჩახვალ, იქაც ძალიან ბევრი ხალხი დაგხვდება და
საღამოს დაღლილი რომ მოხვალ, იცი რომ კიდევ 4 დღე უნდა წახვიდე რა. რამდენად აუცილებელი არის ეს დამოკიდებულება ბედნიერების მიმართ დადებითი ან უბრალოდ ჩვეულებრივი იყოს. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. ბერგშეი სპორტთან დაკავშირებით რომ ლაპარაკობდი, მაგას ვიტყვი, რომ ფსიქოლოგიურადაც ეგრეა მენტალურად. ყოველთვის მაგ peak performance ფორმაში ვერ იქნები. არ არსებობს. მეც უნდა მეთქვა, რომ არც ერთი ათლეტი არ არსებობს, რომელიც შეჯიბრისთვის მზად ფორმაში არის სულ. რაღაცა კონკრეტული თარიღისთვის მზადება, აქ ეს გამოსვლა და всё, მე უნდა ამოვარდეს, ეს არის ჯანსაღი. ყოველ ნებისმიერ ათლეტს რო კითხოთ, ეგრეა. მარტო დარბაზში ყველგან პროფესიონალურ სპორტში, განსაკუთრებით შეჯიბრებითობის პრინციპისაც მოქნებს, ყველგან მასეა. და მნიშვნელოვანი არის როგორ დაამენეჯმენტებ იმ ამბავს, რომ აი იმ დღეს, რომელიც არის დათქმული, ზუსტად იმ დღეს მოგიწიოს ეგ შენი საუკეთესო მაჩვენებელი. თორე შეიძლება ხვალ მეორემ გაჯობოს იმან დაამთქვიოს ეგ მენტალური მზაობაც უკეთესად სიტუაცია. საინტერესო ამბავი არის, რომ ეგ ბედნიერება რაც ახსენეთ და სტრესი რაც მან უნდა ლაპარაკობდით, ძალიან სასაცილოდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. ეს ბედნიერების ძალიან გაპიარებული ხარ ოქსიტოცინი ხარ როგორც ჰორმონი, რავი, ყველა მაგაზე ლაპარაკობდა ეხ ერთ პერიოდი და ერთიაც უნდა გვახსოვდეს, რომ ოქსიტოცინი არის სტრესის ჰორმონიც. ანუ სტრესზე რეაგირებს და არის ძალიან საყვარელი ჰორმონი, ხალხი ეს სიყვარულის ჩახუტების ჰორმონს ეძახის, მაგრამ არც ეგრე არ არის ამბავი. ორმაგი პრინციპით მუშაობს, მაგალითად, გამოიყოფა ოქსიტოცინი, როცა ისტრესები, მაგრამ ოქსიტოცინივე ამცირებს მაგ სტრესს, აი კორტიზოლი მანამდე ვახსენეთ, ამცირებს კორტიზოლის დონეს და ადრენალინსაც ქვემოთ წავს და რატო? ახლა ძალიან უცნაურად ფუნქციონირებს, ძალიან საყვარელი ჰორმონი არის მართლა. როცა ოქსიტოცინი გამომუშავებული სისხლში, გიბიძგებს, რომ იყო უფრო ემპათიური. სხვისი პრობლემა ადვილად შეამჩნიო. სოციალური კონტაქტისკენ გიბიძგებს, რაც გამოსავალი უნდა იპოვო, იმიტომ რომ რაც მეტი სოციალური მხარდაჭერა და კონტაქტი გაქვს, მით ადვილად უმკლავდება მაგ სტრესს. ეს ჰორმონი თვითონ გიბიძგებს, რომ ყველაფერი გააკეთო. ასე ადამიანთან კონტაქტი გინდა, შენ თვითონ ინიციირებას ახდენ მაგის, რომ ვიღაც ესთან იკონტაქტო, ეგ ჰორმონი, ანუ რაც ორგანიზმში იწვევს სტრესს, ან ამოიცნობს სტრესს, იგივე ჰორმონში დევს ის პოტენციალი, რომ ეს სტრესი დაძლიო. და მე როცა მაგ სტრესს დაძლევ, ბედნიერი ხარ, თორე ესაც ხალხსაღად ოქსიტოცინი ბედნიერების ჰორმონი არ არის, სტრესის ჰორმონი არის მეტწილად უფრო ვიდრე ბედნიერების. მაგრამ იწვევს ისევ მაგ ბედნიერებას. ბედნიერებას ჩემი პირადი აზრით სამუშაოა კი, იმიტომ რომ გითხარი რომ ბედნიერება არ არის პირველადი საჭიროების ამბავი, მაგალითად ეს ევოლუციურად და ბიოლოგიურად რო შევხედოთ, არ არის აუცილებელი ბედნიერი იყო რომ გადარჩეს სიტყვაზე. კი, ხანგრძლივი ცხოვრების ამბავში სავარაუდოდ ბედნიერი თუ არ ხარ 30 წელი, მეტი შანსი გაქვს რომ აადრევად გარდაიცვალო, მაგრამ იმისთვის რომ იცხოვრო, ყოველდღიურ ბედნიერება საჭირო არ არის. ანუ ჰუმანისტ ფსიქოლოგებს აქვს ეგეთი მასლოუს პირამიდა და მოთხოვნილებები არის ჩამოთვლილი. და იწყება ყოველ საბაზისო მოთხოვნილებებით, ნუ იყო უსაფრთხოდ, ქონდა საკვები, სასმელი და ნელ-ნელა მიდის და ანუ ეგეთი პრინციპია, რომ სანამ პირველად რაღაცებს არ დაიკმაყოფილებ, ბედნიერებამდე და ეხა რაღაც თვითშემეცნებამდე და თვითპატივისცემამდე ვერასდროს ვერ ახვალ. რაღაც საბაზისო უნდა დაიკმაყოფილო ჯერ. ამიტომ ბედნიერება არის მუშაობა, იმიტომ რომ ორგანიზმის მუშაობისთვის საჭირო არ არის, ამიტომ შენ თვითონ უნდა მიხვიდე იქამდე, რომ ბედნიერი იყო. მეც ესე მგონია, რომ არის არჩევანი, ისე როგორც სიყვარული მაგალითად, ირჩევ რომ ვიღაც გიყვარდეს და ვიღაცაზე იზრუნო. ირჩევ რომ იყო ბედნიერი. კი, ძალიან კარგად მესმის, რომ აი რაც თქვი, რაღაც მომენტებში ვერ იქნები ბედნიერი და ნორმალურია რომ ვერ იქნები ბედნიერი, იმიტომ რა ვიცი, შენ გარშემო ადამიანი რო არის უბედური, მართალი იცით, ვის გარეწარი ხარ, თუ შენ ბედნიერი ხარ. ესე იგი, კაი კაცი არ ყოფილ ხარ, ხა შენ გვერდით რომ ვიღაცა უბედურია და იტანჯება, ხო? და შენ ამ დროს ხარ ბედნიერი გვერდით. რაღაცა ესე იგი, თქვათ, კაი ადამიანი ალბათ არ ხარ, რა? არ გეუბნები რომ იგივე სტრესი უნდა განიცადო და რაღაც თვითგვემაში უნდა გადავარდე, მაგრამ აბსოლუტურად ბედნიერი, ნორმალური ჯანსაღი ადამიანი ვერ არის, როცა გარემოში ყველა არის ცუდად, ცუდი ამბავი ხდება, რაღაცა ტრაგედია დატრიალა მიწის რომ მოხდა იქ ხალხი იღუპება, ვერ იქნები ბედნიერი. ეს ცუდი მიზეზები. და ეგ ყოველდღიური პატარა რაღაცა, აი მეტროში ბევრი ხალხია სამსახურში უფროსმა და მიყვირა იქ, შვილი მყავს ავად, არ ვიცი, ოჯახური რაღაცები.
ეგეც ხა ერთ შეხედვით არ გაძლევს ბედნიერების იმას, მაგრამ ხა იცით, რასაც გერმანელები აკეთებდნენ სოფლიო ომის დროს. და ძალიან საინტერესო წიგნი არის ფრანკლის უთხარი სიცოცხლეს კი. არ ვიცი, ვინმეს თუ გაქვთ თავისუფალი 5-6 საათი საკონსულტაციო ბანაკებში იყო ექიმი, რომელსაც გაქცევის საშუალება ჰქონდა, მაგრამ არ გაიქცა შეგნებულად და წავიდა იქ და აღწერს, რეალურად გადარჩა და აღწერს რა ხდებოდა, აი პირველივე დღიდან როცა იქ ხდებოდნენ რა ხდებოდა და ძალიან საინტერესო აღმოჩენს და სიტირებთ ალბათ კითხვის დროს ძალიან მძიმე რეალური ისტორიებია ამ ადამიანის თვალით დანახული, მაგრამ როგორ ამბობს, რომ ვიღაცა ადამიანები ეგეთ პირობებშიც კი ახერხებდნენ, რომ ბედნიერად ყოფილიყვნენ. შეტი რომ ცხოვრების იმედი ქონოდათ მაგალითად, ვიღაცებს ჯეროდათ, რომ მე აქედან აუცილებლად გავალ. ყოველ დღე უყურებ, ვიღაც გაყავთ ოთახიდან და ხრეტენ. ნუ აღარ ჩამოყვები, რას აკეთებდნენ. ხა როგორ შეიძლება ხო ნორმალური ადამიანი ერთ შეხედვით მაგ მომენტში რაღაცა ნასახი გქონდეს უკეთესი მომავლის, როცა არაფერი საბაბი არ გაქვს მაგის. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ჯერათ მაგით, აი პოზიტიური აზროვნება აქვს. და უკიდურეს შემთხვევებშიც კი, ასე აგონიას გავს, მაგრამ ეგრეა, უკიდურეს შემთხვევებშიც კი ჯერა. კი არარაციონალური არის ხანდახან ეგ მსჯელობა ხარა. როგორ უნდა გახვიდე აქედან ცოცხალი, ყველა მოკვდა შენამდე და ხა შენ რატო გახვალ ცოცხალი. მაგრამ ვიღაცებს ჯერათ და რაღაცა ფილოსოფიურად უყურებენ ცხოვრებას, ცდილობენ რომ სასარგებლოები იყვნენ. აქვე ბედნიერებაზე კვლევითაც ეგრეა, აი ის წერია, რომ ადამიანებს როცა იწყებს რუნვას მაშინ როცა შენ თვითონ უბედური ხარ, შენ თვითონაც ბედნიერდები. ანუ შენი ტვინი იგივე არ დაღიქვამს როგორც საკუთარ სიამოვნებას. აღა ვიღაცას დაეხმარე, ვიღაცას შეუმსუბუქე რაღაცა თავისი ტკივილი, ბედნიერდები. ანუ შენი ტვინი დიდ სხვაობას მაინც ვერ ხედავს. შენ გაბედნიერდი ხარ, შენი პირადი ამბავი არის ეგ თუ ვიღაცaan დათესავს მეზობელს მეგობარს დაეხმარე რაღაცის მოგვარებაში. ბედნიერდები. ამიტომ ეგეთ მასობრივ უბედურებაშიც კი სხვისი დახმარება შეიძლება იყოს შენი საკუთარი თავის დახმარებაც. აი თუნდაც რამდენად ალტრუისტული არის სიკეთე მაგალითად რა ვიცი, ფინანსურად ეხმარები ვიღაცას თუ მენტალურად ეხმარები. ბავშვებიდან მაწუხებდა ეგ ამბავი, მეგონა რომ ძალიან არა ალტრუისტული ამბავი არის რა, ვთქვათ, მოწყალებას რო ითხოვენ ქუჩაში და რაც აძლევ, სულ ამბობდი რომ ეგ არ არის სიკეთე რა, ძალიან რა ბავშვებში გამიჩნდა ეგ აზრი, რომ სიკეთე არ არის. მე ხო თავს კარგად გრძნობ. მაგას ხო ჩემი თავისთვის შეიძლება უფრო ვაკეთებდე ვიდრე იმ ადამიანისთვის, იმიტომ რომ მე კარგი ადამიანი მგონია თავი და რაღაც თვითკმაყოფილება მაქვს, რომ მე ვიღაცას დავეხმარე. რაც მეორე მხრივ ნორმაა, იმიტომ რომ ადამიანს უნდა რომ სასარგებლო იყოს. და ეგ ნორმაა, ესეც უნდა იყოს სოციუმში, ვიღაცებზე უნდა იზრუნო რაღაცა პერიოდულობით, მაგრამ ეს თვითკმაყოფილების ამბავი ხანდახან უფრო მეტი არის, ვიდრე აი ვიღაცას რო დაეხმარო. მაგრამ თუ გაბედნიერებს შენ და ვიღაცასაც მოსულა, უხეშად რო ვთქვათ, გააკეთა ეგ ამბავი. ამიტომ ბედნიერება ხა ჩემი საყვარელი მწერალი არის დოსტოევსკი. თან ამბობს, რომ ბედნიერებას უნდა წვალება. ბედნიერება მოდის უბედურების მერე, თუ უბედურება ვერ იგრძენი საკუთარ ტყავზე, ისე ბედნიერებას ვერ განიცდი, იმიტომ რომ რაღაცა კონტრასტი უნდა შეიქმნა ბედნიერებას და უბედურებას შორის. ანუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც არის ხო, რომ რაც უფრო ცუდ მდგომარეობაში იყავი, უფრო მძაფრად აღიქვამ, აი უკეთესშია ჩავარდები მაგალითად. ავად რო იყავი და უცებ გამოკეთდები, უფრო აფასებ მან კარგად ყოფნას, ვიდრე, რავი, სხვა დღეში, როცა არ იყავი მაგალითად. ამიტომ ეს გონია, რომ ბედნიერება სჭირდება შრომა, ბედნიერება იქმნება და შენი გადაწყვეტილება მათ შორის, როდის იყო ბედნიერი და როდის არა, თუმცა ორი მნიშვნელოვანი ასპექტი არის მან კიდე, შენი წინა გამოცდილებები და შენ ტვინში რა სქემადებს. თუ წინა გამოცდილებებში რაღაცებში ისტრესებოდი, რაღაცები იყო ტრამბული, ეგ იმცირებს იმის საშუალებას, რომ ნეიტრალურ სიტუაციებში ბედნიერი იყო მაგალითად, იმიტომ რომ უკვე ცუდი გამოცდილება აქვს და შენი ტვინი შეჩვეულია, რომ აი ხა რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს და ვეღარ ირგებ უკვე მაგ თითქოს ბედნიერ მომენტებსაც. ეგეც არის მან მომენტი, რომ მნიშვნელოვანი არის მაგ ამბავში. რაც შემიძლია გითხრა, იდეაში ისევ იგივეა, რომ ბედნიერების ნაწილში სრულიად გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი არის და ძალიან კარგი იყო რომ ეგ თქვი, რომ ჩვენ ვირჩევთ ვიყოთ ბედნიერები და იქიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებთ, მაგის მიხედვით ჩვენვე საკუთარ თავს განაჩენს უტანთ, რამდენად ბედნიერები შეგვიძლია ვიყოთ ან არ ვიყოთ რა. და ეგ რთულ მომენტებში ბედნიერების ნაწილში სხვათა შორის იდეაში რეალისტი ვარ. ეგ 100%-ით ჩემი მეგობრების ფიდბექებით ყველამ კარგად იცის, თუმცა რატომღაც ეგეთ რთულ მომენტებში ყოველთვის მერთვება ხოლმე ეგ მომენტი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი რატო და როგორ,
მაგრამ არ ვიცი ბავშვობიდან არის ხოლმე ეგრე რომ როგორი რთული მომენტიც არ უნდა იყოს ყველა რომ ანუ როცა ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი მე ვარ ის ტიპი ვინც იტყვის რომ აი ჩვეულებრივად მიდის და არაფერი სასიხარულო ან სატირალი არ არის მაგრამ როცა სატირალად მიდის ყველაფერი მე ვარ ის ტიპი რომელიც იძახის რომ ეგ არის რა იყო მოგვარდება საწავა რა და იდეაში მაგ დამოკიდებულებამ რაც მასწავლა, რაც გავიზარდე და მე რო გავიაზრე, რომ ამას ესე ვაკეთებ, არ ვიცი რატო და როგორ უბრალოდ ესე ბავშვობიდან მოდის, რაც მასწავლა არის ის, რომ როცა ეგ მოუდი მერთვება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყოველთვის ყველაფერი უფრო კარგად არის, ვიდრე იქნებოდა მე რომ მეთქვა, რომ ყველაფერი კარგად არ იქნება რა. აი, სულ მაგაზე მაქვს ხოლმე კამათი დედა ჩემთანაც, რომ ისეთ მომენტებში, როცა მასაც კი არ წარმოუდგენია, რომ რაღაცეებიდან გამოუძვრები, აქ საერთოდ რატო შეძვერი, როცა იძახის, ვეუბნები, რომ აი, ორი კვირა მაცადე და უეჭველი გამოუძვრები. მთავარია, რომ მაგაზე არ უნდა ვიფიქრო რა, წავა თავისით რა. და მაგან იდეაში სხვანაირად შემახედა, ოღონდ იმ ასაკის მერე, როცა უკვე ჩახედვა დავიწყე ჩემი ვექმედებებში რატო უშვები მაგ ყველაფერს რა რომ და არც გამომისწორებია ეგ ნაწილი, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ გამოსასწორებელია პირიქით. მირჩევნია რომ უფრო მეტად პოზიტიური ვიყო მაგ მომენტებშიც, იმიტომ იმდენად ეს chill mode მაქვს ხოლმე მაგ დროს ჩართული რომ უეჭველი გამოუძვრები, რომ ეგ chill mode უფრო მეტად პროდუქტიულს მხდის, ვიდრე ვიქნებოდი მე რომ დასტრესილი ვიყო, იმიტომ რომ სტრესის დროს ჩემი ყველაზე ისეთი აპრობირებული ქმედება არის ხოლმე რომ უფრო აგრესიული ვარ და მაქსიმალურად არაპროდუქტიული ხდები იმაზე ფიქრით რომ ეს რატომ მოხდა. ხო, სტრესი სტრესავს. ეგ უფრო სტრესავს, მაგრამ როდესაც სტრესული ფაქტორი არის, ოღონდ ეგ არის მინი სტრესების დროს, იმიტომ რომ დიდი სტრესი როცა ხდება, ყველაფერი მოგვარდებათი, ინერად კარგად მიდის ყველაფერი, რომ მირჩევნია რომ ესე დარჩეს, ვიდრე ისევ სტრესმა დამსტრესოს რა. სანამ გადავალ შემდეგ კითხვაზე, რომელიც ჩემი დიდი სურვილია რომ იყოს უშუალოდ შენი გამოცდილებით რას ურჩევდი ყველა იმ ადამიანს რომელსაც არ აქვს იმხელა განათლება და თუნდაც ის იმხელა ინფორმაცია რაც შენ გაქვს ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ყოველდღიურ სტრესის ბედნიერების თუ სხვადასხვა ნაწილების მიმართ იქამდე ჩართვას გავაკეთებ უშუალოდ, რომ ერთადერთი მე რაც შემიძლია სხვებს უთხრა, იმიტომ რომ ამ თემაზე აქამდე აქ არ მილაპარაკია და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის უშუალოდ სტრესზე საუბარი, იმიტომ რომ ეგ არის ის ფაქტორი, რომელსაც მეც ფიზიკური მომზადების ასპექტით თუ ზოგადად, ანუ ჩემი ლიტერატურას არ ვკითხულობ, მაგრამ ფსიქოლოგია და ეს ბიზნეს ლიტერატურა და ანალიტიკა არის ის განხრა, რასაც ვკითხულობ რა, იქაც ყოველდღიურად ხდება ეგ ნაწილი. სტრესი რამდენად ართულებს ყველაფერს. არ გავაჟღერებ წიგნის სახელს, თუმცა ერთი წიგნი არის, რომელიც სრულიად აწყობილი არის ანალიტიკაზე, რომელშიც ავტორი დაახლოებით 17 წელი იკვლევდა, როგორ ვითარდება სამყარო ყოველდღიურად, თუმცაღა მაინც ხას იმას უსვამენ პირიქით, ცუდისკენ როგორ მიდის. თუმცა რო შეადარო დღევანდელი 2022 წელს არის ეგ წიგნი გამოსული 2020 წლის სამყარო რო შეადარო თუნდაც 20 წლის წინანდელ სამყაროს სიღარიბეც კი იმდენი პროცენტით არის შემცირებული, რომ ბევრად უფრო კარგად უნდა ვგრძნობდეთ თავს. კი, წესით, ვიდრე ვგრძნობთ. მაგრამ ამ სოციალურმა მედიამ და ყველაფერმა ეს უფრო მეტად გააჟღერა, რომ იქ უფრო მეტად შეათ თითქოს არა და 20 წლის წინ იქ თუნდაც უხეშად რო თქვა კანალიზაციაში ბავშვები იხჭებოდნენ. ეხლა მაგ კანალიზაციას თუნდაც რაღაც საფარები აქვს გადახურული, რომ ეგ არ მოხდეს რა. თუნდაც ეს მცირე დეტალიც რამდენს ნიშნავს რა. და მაგ წიგნმა კიდე სხვანაირად შემოხედა მაგ ყველაფრის მიმართ, რომ ჯერ უნდა გაიგო რა ხდება და მერე უნდა გაიგო რამდენად ცუდია ეგ ყველაფერი. იქნება საერთოდ არ არის ცუდი, უბრალოდ ჩანს ეგრე რა. ამიტომ შემდეგი კითხვა იდეაში როგორც აღნიშნე იქნება შენ რას ურჩევდი ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არც ფსიქოლოგიაზე, ნაკითხიც ეგრე ძალიან არ არის, რომ გაიგო სტრესი რა არის და ზოგადად განათლება მაგ მიმართულებით თითქმის არ აქვს, აი ბავშვი, რომელსაც უნდა რომ ინფორმაცია ჰქონდეს, რომ შემდეგი დღე მისთვის დამოკიდებულება არა მხოლოდ სტრესის და ბედნიერების ზოგადად იყოს ისეთი, რომ წავიდეს დადებითად წინ და რაღაც უარყოფით ნაბიჯები არ გადადგას თუნდაც. მან არის ხოლმე ეგეთი საკითხი, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ჯერა რომ ყველაფერი არის გენეტიკურად განსაზღვრული
და მე ვერაფერს ვერ შევცვლი, ხო არის ხომ ეგეთი რწმენები აქვს, რომ მე რა უნდა აი ესეც გარემოში ცხოვრობ, ესეც დავიბადე, ხმე რა უნდა გავაკეთო. რაღაცა ფსიქოლოგიურ მივდენებსაც აქვს ეგ მომენტი, რომ ზოგი მეტად აღიარებს გენეტიკურ პრედისპოზიციებს, ზოგი მეტად ფიქრობს, რომ აი ადამიანის ხელში არის ყველაფერი და შენ თვითონ. მე მგონია, რომ ყველაფერი ცოტა მოქმედებს რა, ძალიან კომპლექსური არის. ცოტა გარემო მოქმედებს, ცოტა ახსნა მოქმედებს, ცოტა შენი ტვინის ფორმულირება მოქმედებს, ცოტა გენეტიკური ცალსახად პრედისპოზიციები მოქმედებს. და რაღაცა არის შენს დამოკიდებული ცალსახად და აუცილებლად. ყველა ვარიანტში მაგის ძალიან მინდა რომ მჯეროდეს და მჯერა და მეცნიერულადაც მაგის მტკიცებულებები რატო უნდა მჯეროდეს მაგის. იმიტომ რომ ძალიან შეურაცხყოფელი არის ალბათ ადამიანისთვის იმის დაჯერება რომ არაფერი შენს დამოკიდებული არ არის. ალბათ ბევრი რაღაც არ არის, მაგრამ მაგას ვერ ვიჯერებთ ხოლმე. ეხლა გენეტიკაზე ვლაპარაკობდით, რატო არის რომ ზოგი ადამიანი მაგ სტრესს უფრო ადვილად უმკლავდება და ზოგი უფრო ცუდად უმკლავდება, ანუ ამ ტანობა სტრესის მიმართ და ეს გამკლავების მექანიზმები coping skills რო ეძახით ხოლმე ინგლისურად, ზოგს უკეთესად განვითარებული, ზოგს უარესად განვითარებული, ზოგს რასაც სტრესავს 3 თვე მოწყვეტილი არის მე გარემოს, ზოგი 2 დღეში გადააგორებს და გამოვა. რა განსხვავება ხა მაგ ადამიანებს შორის ესე რომ შეხედო და მივალთ შევამდე რა უნდა შეიძლება რომ შენ გააკეთო, შენაც რა არის დამოკიდებული. ხა გენეტიკურად არის სხვაობა. 2003-ში იყო თორსდა პირველი ცდელობა იმის რომ აიხსნათ რატო უმკლავდება ზოგი ადამიანი დეპრესიული ეპიზოდების მერე სტრესს ადვილად და ზოგი ვერ უმკლავდება და რჩება იქ. და იპოვეს ერთ-ერთი გენი, ახლა ძალიან ძლიერი სახელი აქვს რომ მოგეტყოდა არ მახსოვს რა ქვია. მაგრამ იპოვეს გენი, რომლის ორი მოკლე გენი თუ ქონდა მოკლედ მაგ გენოტიპის ორი მოკლე ვერსია ბევრად მოწყვლადი იყავი სტრესის მიმართ და ბევრად დიდი ხანი რჩებოდი მანდ, ვიდრე თუ მაგ გენის ეგ კონკრეტული მოდელი გქონდა გრძელ ფორმაში. ანუ ინჰიბიტორები გქონდა გრძელი და ასე შემდეგ. ანუ აღმოჩნდა რომ რაღაცები გენეტიკურად არის გადაწყვეტილი და შენ მაგას ვერაფერს ვერ უზამ, მაგრამ რაღაცები არის დასწავლადი ცხოვრების განმავლობაში. რატო თქვით რომ სტრესი არის საკუთარ მოთხოვნებისგან გამოწვეული სოციუმის, ბუნების ამ შემდეგ და მოულოდნელი სიტუაციების მიერ აღწრული. ანუ ტვინი რას აკეთებს რომ რაღაცებს ყოველდღე რო ადგები და რა ვიყავოს ვაუყილებს ხავას შემდეგ, ეგ იცის ტვინმა არაფერს არ იწოვს ეგ, იმიტომ ყოველდღე აკეთებ მაგას, შეეჩვია იცის რა არის მე ხდება, იმიტომ შვილად არის შენი გონება. მაგრამ ხდება როცა მოულოდნელი რაღაც ხდება, რომ შენზე არ არის დამოკიდებული, ვერ აკონტროლებ სტრესავს, ასე შემდეგ, ბედნიერების მომენტებს გართმევს. მაშინ რა ხდება? რატო ვისტრესებით? იმიტომ რომ ტვინმა და ფსიქიკამ არ იცის რა უნდა გააკეთოს ამ სიტუაციაში, არ ყოფილა ამ სიტუაციაში და ეს არ უგრძნია თავი. აი ადამიანები რომ ამბობენ ხოლმე რომ ესე ცუდად არ ყოფილო არ. შეიძლება ცუდად იყოს სხვა მომენტში, მაგრამ ესე არ იყო, ის სხვა ცუდად ყოფნა იყო და ეს სხვა ცუდად ყოფნა არის რა. მაგალითად, აცრას რო ვიკეთებთ ხოლმე ვაქცინებს, რატო ვიკეთებთ? ანუ შედის დასუსტებული ან მკვდარი ვირუსი ორგანიზმში და რატო? რომ სანამ ამ ორგანიზმს თავიდან შეეყრება ეს ვირუსი, უნდა ამოიცნოს თავისით მექანიზმი უნდა შექმნას, რომ მართლა რომ გავცივდებიან რაღაცას ავიკიდებ, უცებ მიხვდება ორგანიზმი რასთან აქვს საქმე, უცებ დაიწყებს რეაგირებას, ამიტომ აღარ გამირთულდება და ავადება და ასე შემდეგ. სუსტად იდენტური ამბავი ხდება სტრესის და ფსიქიკის ამბავში. რაღაცებს თუ ამოვიცნობ ადვილად და ეს ვიცი ახლა რა ხდება, ნაკლებად ვისტრესებ, მალე ვაგვარებ. თუ არ ვიცი რა ხდება, ადამიანი შეება პარტნიორს დაშორდეს პირველად ან გარდაიცვალოს, და არ იცის მაგ დროს რა ხდება, არ იცის რა უნდა გააკეთოს. სტრესი არის. ცუდად არის. ცალსახად. მაგრამ აი ეს coping skill-ები, რაც ვთქვით, გამკლავების მექანიზმები, გავარჯიშებადი არის. კი რაღაცები არის დაბადებიდან მოყვება და ვიღაცებს უკეთესი ისინი აქვთ. გააჩნია ასევე რა ოჯახში ისდები, რა სოციუმში ისდები, რა დაგასწავლე სახში. მაგალითად, მაგრამ რაღაცების დასრულ ასაკში შეგიძლია რომ დაისწავლოს სრულიად მოგვარებადი ამბავი არის ეგ. მაგალითად შენ ვამბობდი მანამდე რომ ცუდი ის არის ალბათ არ უნდა ვთქვა, მაგრამ მეც იდენტური სიტუაცია მქონდა და რო თქვი რომ აი პერფექციონისტი ვიყავი და სტრეს მაღალდორე მქონდა და ყველაფერი იდეალურად, გადაჭარბებული პასუხისმგებლობის ამბავი არის ეგ. რაღაცა საკშოცა ისდებინა ადრევად და სხვებს უხარიათ რომ აი როგორი ჭკვიანი ხარ შენი ასაკისთვის. ხანდახან ჯობია რომ არ იყო, იცი, რაღაცა დონის სტრესი ჯობია რომ არ ქონდეს და ცოტა გვიან დაჭკვიან და ვიდრე გაიძულოს რაღაც ცხოვრებამ და გარემომ რომ ადვილად და მარტივად დაჭკვიან და იმიტომ რომ გიძულებითი ფორმა არის მაგის ზედმეტი დამოუკიდებლობაც მათ შორის და როცა ეგეთი პერფექციონისტი ხარ, მაგალითად ოჯახში გაჩვევენ იმას რომ ყველაფერი უნდა გააკეთო 5-იანზე, უნდა იყოს ყველაფერში 5-ოსანი, შეცდომები არ უნდა დაუშვა, რაღაცა მე ხდები პედანტი, ანუ ეგ შენი არჩევანი არ არის.
რომ ადამიანისთვის ბუნებრივი მდგომარეობა არის, მოდი დავისვენო ხა. ბუნებრივად მაგით არის ბადები, რომ ყოველდღე უნდა გავისარჯო და რაც უნდა მივახციო. ანუ შენი მოთხოვნილებები გაქვს შინაგანი мотиваცია აღმწრელები, გიმატებს მე ოჯახი, გიმატებს სოციუმი, რა გინდა რომ იყო მაგის მიხედვით ალაგებ ცხოვრებას და ეგ ყველაფერი ეგრე თუ არ გამოვიდა, როგორც შენ დაგეგმიან გინდოდა, მე ისტრესები. ვაიმე, მე გემართება, რატო არ გამოვიდა, რაღაცებს ვერ აკონტროლებ და გეშინია, იმიტომ რომ უცნობი სიტუაცია არის. შენთვის ეგ ამბავი. ეხლა რა არის მან გამკლავების მექანიზმი კარგი რომ გვაქვს თავდაცვითი მექანიზმების ბევრი ვარიანტი ფსიქოლოგიაში და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და ყველაზე განვითარებული და კარგი თავდაცვითი მექანიზმი არის სუბლიმაცია, ესე ვეძახით. ანუ, როცა ასე ისტრესები, რა თქვი რომ სტრესს ღიზიანდება და აგრესიული ხდებიო, ნორმალური რეაქცია არის, ორგანიზმი რეაგირებს. სუბლიმაცია არის მაგ აგრესიის, დაუკმაყოფილებლობის, განცდის, ბრაზის და ასე შემდეგ რეაქციების სოციალურად მიღებულ ფორმებში გადატანა. ისე რომ არავის ზიანი არ მიაყენო, მაგალითად, წახვი და ივარჯო. ბიჭებს რა გქთ ხოლმე ისინი სოციალურ ქსელში, რომ კარგად ვარჯობთ დარბაზში, ვინ გატკინა. იმიტომ რომ ეგეც სუბლიმაცია არის, მიდიხარ მერე და ძალიან მაგარი ის გექნება. მეც ჩემთვის გამომიცდია, მე ძალიან მაგარი ვაჭიში მექნება. იმიტომ რომ რაღაცაში თუ დავფეილდი, წავალ მერე და სუბლიმაციას მივმართავ რა. იქ თუ დავფეილდი, ეხა წავალ და ისე მაგრა ვივარჯიშებ, რომ ეგ თვითგვემა და რაღაცები ერთი რომ დავიცალო ეს აგრესია გამოვიდეს გარეთ და მეორე რაღაც ის მომენტი მქონდეს რომ ვა დღეს რა მაგრა ვივარჯიშე, ანუ კარგი მომენტი მქონდეს რა. აი ხალხი ვინც ხატავს მაგალითად ვინც წერს, ან ჯობია რომ ეს აგრესია გადაიტანო ნახატში, გადაიტანო არც დაწერო, ვიდრე ხახულებაც ცემო თვითდაზიანება მიიყენო, ანუ ეგ არის ჯანსაღი ფორმა, ანუ სუბლიმაცია სტრესთან გამკლავების მაგალითად. ეგ ხარი დასწავლადი არის. ანუ შენ თავს დააკვირდა და ნახო სტრესთან გამკლავებაში რა გეხმარება, ისე მოაგვარო ეგ ამბავი რომ ვიღაცა არ დააზიანო მაგალითად და არც შენი თავი არ დააზიანო მათ შორის, მარტო ვიღაცაზე ფიქრი არ არის მათ ამბავი. ეხლა რომ სოციალური რაღაცები რა ხსენე, მაგალითად მაღალ მოთხოვნებს გვიწესებს, ცხადია იქ. ვიღაცას ხედავ ყველაფერი აქვს და შეიძლება შენ არ გაქვს და მე გაწუხებს რომ მე რატო არ მაქვს ყველაფერი და ასე შემდეგ. ხო ვიცი რომ ეგ არ არის ხარ რეალური ამბავი. რამდენი ადამიანი სოციალში გამიცნია და მე წლების მერე მინახავს, აბსოლუტურად სხვანაირები არიან რეალურ ცხოვრებაში და ეგეთი მოლოდინები არ უნდა შეიქმნა, რომ აი თუნდაც ახლა ვარჯიშის ამბავში ხარ ჩართული და როდები ხომ ერთად ვარჯიშამდე და 2 თვის მერე და ნუ არარეალური შედეგია, იცი რომ ან დამონტაჟებული, ან ფოტოშოპები, ეს ძალიან კაი გენეტიკა აქვს, ახლა რეალურად 2 თვეში ეგეთ შედეგები, როგორც წესი, არ მიიღწევა, მაგრამ ჩემს და თუ მაგ მოლოდის მახვევ თავზე რომ მეც 2 თვეში უეჭველი უნდა მქონდეს. მეც მინდა და თუ არ გამოდის ესე მე რა ვისტრესები. ხა რაც კლინიკურად ვიცით, რომ დადასტურებულად შველის, ეგ არის სუნთქვის კონტროლი, მაგალითად თუ გეცოდინებათ, ან ნელი შესუნთქვა, დიდი ხანი გაჩერდა, მე 6 თვლაზე შესუნთქვა, 4-ზე გამოშვება. ყველას თავისი ინდივიდუალური ის აქვს კოპინგ მექანიზმები აქვს. ვიღაცა ხატავს, ვიღაცა ცეკვავს, ვიღაცა მღერის, ვიღაცა თეფს ამტვროს, ჯობია თეფს დაამტვროს სიტყვაზე, ვიდრე ხო. ყველას თავისი მექანიზმი. ხატვა მათ შორის ბუნებაში ყოფნა, სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, ძილის რეგულაცია, ყველამ კარგად იცის ჯანსაღი ცხოვრების წესი, აბსოლუტურად და კლინიკურად დადასტურებული ვარიანტები არის სტრესის შემცირების და სტრესთან გამკლავების. თუმცა, რაც ცოტა ის არის ხოლმე არასაკმარისად განხილვადი არის სოციალური ინტერაქცია. მეგობრებთან, ახლობლებთან ლაპარაკი მაგ თემაზე. კაცებს რატო უფრო გაწუხებთ ხოლმე მაგალითად მარტო გენდერის ამბავი არ არის ინდივიდუალური პრეფერენციის ამბავიც არის, მაგრამ კაცებს უფრო გაწუხებთ ხოლმე ეს დაგროვილი ბრაზი, რაღაც მომენტში გიჭირთ ემოცი. ხო, ვერ ქალებს უფრო ეწახვალ და კაც გაეწუწუნები. ანავი. ეგეთ სოციუმის პრობლემა, რომ კაცები ეგეთ თემებზე არსებობს. ხო, ტაბუს გიწესებთ, რომ აი კაცი თუ ხარ არ უნდა იტირო, არ უნდა იწუწუნო, არ ვიცი, რაღაც კი არა, მესმის, იმიტომ რომ მეც ჩემი ძმა კაცები როცა წუწუნებენ, პირველი მაგას ვეუბნები. არა, რატო თქვენ ხო გრძავი და კაცები გაქვთ? თქვენ სხვა ადამიანები ხართ. ეგ მომენტი ზართული გადასალახია, რომ იცი რა ცოტა განათლებულ გოგოებს აშინებთ მაგის გამო? რომ კაცები ხო, ანუ მე ესე აღვიქვამ და ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ ადამიანი რომელიც არის ადეკვატური მომენტი, როცა უნდა გაბრაზდეს, ნორმალური რეაქცია არის ბრაზი, რაღაც თუ ვიღაცამ დაგამცირა სიტყვაზე და უნდა გაბრაზდეს და აგრესია უნდა გამოხატო, იმიტომ რომ ვიღაცა გამცირებს. სადღაც ძიხარ და არავი გესროლა რაღაცა, უნდა გაბრაზდე. და ის ხალხი რომელიც არის რაღაცა ზენ ან რაღაცა ანუ მე ხო ვიცი რომ ეგ ბრაზე ფიზიკის კანონია ეგეთი. ენერგია არ ქრება, ენერგია გარდაიქმნება სხვა სახის ენერგიად. ეგ ენერგია არსად არ მიდის. ფსიქოლოგიურ ასპექტში შენი ბრაზი, შენი უკმაყოფილებაში არსად არ წავა. გამორიცხული ამბავი, ესე არ გაქრება. წავა ივლის, სხვა რაღაცა ფორმით გამოვა, დაგროვდება, უფრო ცუდად გამოვა, ვიდრე
ადეკვატურ მომენტში დაიცლებოდი მაგისგან, არსად არ წავა ეგ ამბავი. გამორიცხულია. ამიტომ როცა ხედავ ხოლმე ადამიანებს, რომ აი პოტენციურად საშები არიან, ვინც არასდროს არ ამჟღავნებს ბრაზს, კონფრონტაციას ერიდება სულ ბედნიერია, სუკმაყოფილია. როგორ შეიძლება სუკმაყოფილი და ბედნიერი იყო? და ვამბობ ხოლმე სულ რომ ეგეთი ხალხი უფრო საშიშია პოტენციურად, იმიტომ რომ აი ხოლმე ხალხშიც რა აი ერთი თუ გაბრაზდა ხო, ეგრე ვარ ხოლმე მე. ეგ უფრო საშიში არა, იმიტომ რომ ერთხელ რომ გაბრაზდა და დაგიგროვდება, არაადეკვატურად გაბრაზებული ხარ უკვე. შეიძლება საკუთარ თავს აუნო, ვიღაცას აუნო, იმიტომ რომ გროვდება, იქ ადეკვატურობა უკვე აღარაფერ შუაში აღარ არის. უბრალოდ ჩემს ფსიქიკას უნდა რომ დაიცალოს მაგ ემოციისგან და არა სულ რაღაცებს აკეთებ. მე ნანობ დიდი ალბათობით რომ დაწყნარდები, რომ აი ხა ეგ რატო თქვი, ეგ რატო გავაკეთე, გაბრაზებული იყავი, აგრესიული იყავი და გააკეთე. ანუ ხო ჯობია რომ რაღაც შესაბამის მომენტში ადეკვატურად და ნორმალურად გამოხატო ბრაზი. ვიდრე ის რომ დაიგროვო და მე რაღაცა ძალადობისკენ მიდრეკილება გქონდეს, იმიტომ რომ ეგრე მუშაობს სამწუხაროდ და სულ ამბობ ხოლმე რომ კაცებს არ გიკარგავთ მამაკაცურობას ემოციების გამომჟღავნება. პირიქით, რაც უფრო კარგად აღიქვამთ საკუთარ ემოციებს და სხვის ემოციებს, უფრო კაი ტიპები. ისე დროს აქვს დაჯერებული, რომ ეგ არ უნდა ქნას, რომ ძალიან რთულია მაგაზე, აი ძალიან რთულია მე ბავშვობიდან რომ ეგ მჯერა, რომ შენ კაცი ხარ და ეს უნდა აკეთო და ვიცი რომ ეგრე არ არის სწორი. ვიღაცა რომ მოვიდეს და აი მოდი მელაპარაკე, იმიტომ რომ მქონია ურთიერთობა სერიოზული, ყოფილა მომენტი რომ ანუ იმ დროს იდეალური მომენტი იყო რომ მე მესაუბრა იმ პრობლემებზე, ან ემოციურ ნაწილზე რაც მქონდა, მაგრამ მე უბრალოდ წავედი და ჩვეულებრივად გემრიელად შევჭამე რა, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ მომენტი უფრო არაკომფორტულობასთან ასოცირდება, ვიდრე ის რომ რაღაც მომენტში გავბრაზდები. აი და ის რო თქვი, მაგაზე გავაკეთებ კომენტარს ბრაზის დროს რომ სუბლიმაცია ხდება რა. მე როცა გაბრაზებული ვარ, მაგ დროს ვიღაცა რო ვითხრას რომ მოდი სუბლიმაციის მეთოდს მივმართოთ და ძალიან რთული არის. ან მაგას არანაირ არ გეუბნება, შენი მექანიზმია უბრალოდ. ძალიან ის არის, რა ქვია, კი დავაიდენტიფიცირე ჩემი თავიც და ეგრე ვარ, არ ვსაუბრობ და მოუწოდე ყველა კაცს ჩემი ჩათვლით რა თქმა უნდა რომ ვისაუბრონ, თუმცა ძალიან რთული არის, იმიტომ რომ აი ზედმეტად დისკომფორტში უგრძნობ ხოლმე თავს, თუნდაც ჩემი ძმაკაცი რო იწყებს ხოლმე ემოციურად ლაპარაკს, მეთქი ანუ რას აკეთებ? ანუ ჩვენ უნდა დავლიოთ. რატო? რა? შიშის ამბავი ხო არის? არ ვიცი, შიშის ამბავი არ არის, უბრალოდ არა, უბრალოდ ეგ არ არის ის მომენტი, როგორ გითხრა, ეგ არის ის მომენტი, რომელიც აღიქმება ჩემთვის ნორმალურად, როგორც მე მაგალითად ეხლა რომ კაბით მოსულიყავი და დამჯდარიყავი, იმას კი არ ვიზახი, რომ ვინმე უნდა ქნას ან არ უნდა ქნას. უბრალოდ ჩემთვის არა ჩვეულებრივ ქცევაში არ აღიქმება. რომ ვიღაცებით ჩაგითვლიან როგორც თლად არანორმალურ ქცევას, ხო ეგრეა? მე ვამბობ ჩემზე არა, თუნდაც ის რომ ელაპარაკება რა, სხვა რა. მეთქი ანუ რას აკეთებ? წამოდავლიოთ თუ რაღაც გჭირდება. ანუ მესმის რომ არასწორია, მაგაზე ვმუშაობ, მაგრამ ანუ იმდენად ესეთი ღრმარწმენით არის ბავშვობიდან ეს ჩაბეჭდილი, რომ მაგაზე ძალიან დიდი დრო გჭირდება მუშაობის. მაგრამ სუიციდის რისკს გიზრდით მამაკაცებს ძალიან, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. კი, არ მესმის. მაგეთი კითხვა მაქვს. ხო. აი რო თქვი რა ურთიერთობაში. მან ყოველთვის ხედავ ხოლმე მე რაღაცის შიშს. უეჭველი არის მაგის უკან შიში, მაგალითად, ან ჩვევა ნახე. როცა პარტნიორს მაგალითად, კაცი ხარ თუ ქალი, მშობ არ აქ ამ მომენტში. პარტნიორს ვერ უყვები, აი რაღაცას დაფეილდი, რაღაც არ გამოგივიდა, ან ჩათვალე რომ სასირცხვილო მომენტი არის და ვერ უყვები, ან გაწუხებს რაღაცა ვერ უყვები. რატო ვერ უყვები? მაგას ხომ დაუფიქრდა მაგალითად. ვერ უყვები რატო? იმიტომ რომ კაცი თუ არ ის გოგო ჩათulis რომ სუსტი ვარ და ჩემით ვერ გაუმკლავდი და ჩემში აი მაგ მამაკაცს რაღაცას ვერ დაინახავს. მე არასდროს მე შემიძლია მაგალითად რომ დავჯდე და ვთქვა რომ ეს არ გამომივიდა რა, მაგრამ ის ემოციური მომენტი რომ მე თავს ცუდად ვგრძნობ, აი ეგ არის რაც არ ხდება, თორე ის რომ ანუ მე არასდროს არ მქონია ის მომენტი რომ თუნდაც ჩემს აუდიტორიას, რომელიც არც ისე ცოტა არის, ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რომ აი მაგალითად წავედი, გადაღება არ გამოვიდა, მორჩა მეგობრებო, მიიღეთ როგორც არის რა, მაგრამ რომ დავჯდე აი არ ვიცი, სხვებს შეიძლება არ აღიზიანებთ, მე მას აღიზიანებს ხოლმე რომ ცრემლებად იღვრებიან რაღაცაზე, რომ ანუ არ მაინტერესებს ეგ მე პირადად და მეც ჩემს მაყურებელს არ ვეთქვი რომ აი იცით რა მაგის გამო დავისტრესე დღეს ცუდ ხასიათზე ვარ, აი ხვალდაზე სახში ჩავიკეტები და რაღაც ანუ ვივარჯიშებ რომ ანუ პირადად მე ეგ ყველაფერი ეგრე არ გამოგივიდა, კარგი ზეგიზავ რა, მორჩა. მაგიტო არის რომ ემოციურ ნაწილზე ზოგადად როცა რაღაცა
ცუდია თუ კარგია, არ ვსაუბრობ რა. იდეაში მიწურულისკენ ყოველთვის მაქვს ხოლმე კითხვა, უშუალოდ რა არის ის რჩევა, რამაც თუნდაც შეცვალა შენი ცხოვრება, ან გაგიცია და ვიღაცის ცხოვრება შეუცვლია. მაინტერესებს შენ შემთხვევაში რა იქნება ესეთი რჩევა, თუ გაქვს ეგეთი რამე, რა თქმა უნდა. კი, სწავლა. სწავლა. რაც მეც სწავლობ, ერთიო გიჩდება ის განცდა, რომ რა ცოტა ვიცოდი, იმიტომ რომ ახალასაც რო იგებ, ეს რატო არ ვიცოდი აქამდე, მომენტი გიჩდება და რაც უფრო რაღაცებს დაარქმევ სახელს, აი თქვი განათლების ამბავში. მით ნაკლებად გეშინია, იმიტომ რომ ხვდები რა ხდება. მით ნაკლებად გაგეს გაურკვევლობის განცდა წვინში, რომ აი მე ნეტა აქ რა ხდება. რაც მეც სწავლობ, რაც მეც უღრმავდები საკუთარ თავს, გეცვლება მსოფლმხედველობაც, გიადულდება ცხოვრებაც. ხანდახან პრობლემატური ხა overthinking-ობა რო გერთება, ხანდახან ფიქრობ, რომ ხა ამას რა დავიწყე ფიქრი. მაგრამ ეგეს გეხმარება მე იმაში, რომ ნორმალური ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრო. სწავლა და სწავლა. არ გუიწყობ მას ამას უნივერსიტეტში ჩაბარებას ხალხო და ყოველს თავის არჩევანაკ. რაღაც აკითხი რომ გაწუხებს, ყველაზე კაი მეთოდი და მექანიზმი არის. დაიწყო სერჩვა ჯერ მაგაზე, გაიგო რა ხდება, აი დეპრესია თუ გაწუხებს, ნახო სიმპტომები, გაიგო რა ხდება, ნახო რომ ნორმალური აუთკამები აქვს იკურნება და ასე შემდეგ, ნაკლებად გეშინია, სიტუაციას აღიქვამ ადეკვატურად და ნაკლები სივრცეში რჩება შენ ტვინს რომ რაღაცა კატასტროფიზირება მოახდინოს რაღაცებს და რა ის არის იმის გეშინია. ამიტომ რჩევა ყველაფერში რაც ხდება ცხოვრებაში, რაც სტრესავთ, რაც გაწუხებთ, არ ვიცი, რაც ხდება, ყოველთვის ჯობია რომ მაგაზე პატარა მოკვლევა გააკეთო. რაც მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო მშვიდად ხარ. ჩემი პირადი აზრი არის და არა მარტო ჩემი პირადი აზრი. ძალიან დიდი მადლობა. და კაცებმა ხანდახან იტირეთ ხალხო. ძალიან გჭირდებათ გადაგარჩენთ პოტენციურად სუიციდს და ასე შემდეგ და ვისაც მართლა უყვარხართ, მაგის გამო არ გადაგიყვარებთ, თუ ერთხელ ორჯერ ცხოვრებაში გამოხატავთ ემოციებს და იტირებთ, დამიჯერეთ და თუ მაგ ადამიანმა მაგის გამო გადაგიყვარეთ, მე იფიქრეთ, ეგ ადამიანი რამდენად უნდა ყოფილიყო თქვენ ცხოვრებაში. ხო, ამიტომ ხანდახან პირიქით ადამიანურად ჩანხართ ხოლმე, როცა ემოციებს გამოხატავთ. მადლობა იმისთვის, რომ სტრესს როგორც ასეთი შევხედეთ, როგორც უმეტესწილად დადებით ფაქტორს ჩვენ ცხოვრებაში. შევახსენებ ჩემს მაყურებელს, რომ ორ კვირაში ერთხელ, შაბათს 8 საათზე შეგიძლიათ უყუროთ პოდკასტ ბალანს. ნახვამდის და ნახვამდის.